ის პოეტია. ლექსებს ბავშვობიდან წერს. ამბობს, რომ ლექსი მისთვის მთელი ცხოვრებაა. პირველი კრებული 2004 წელს გამოსცა, სახელწოდებით ნუგეშად მითხარი. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალები საქართველოსთვის ინოვაციებისა და განვითარების ფონდში პოეტ ეკა კვიციანის პოეზიის საღამო გამართა. საღამოს ორგანიზაციის წევრი და სტუმარი მანდილოსნები ესწრებოდნენ. განითხრა ერების სიმრავლის ველოდი. სიჩუმით ავსებო დუმარე კარავში, დუმაინც არიში სცადედა შევიდე. სცადედა ვერაფერს პირდები რიგიანს, არც დრო მაქვს თამაშის მით უფრო ასაკი. შენამდე მოსულიც უსიტყვოებია, არ ხვდება ძმობების ცეცხლი და აზატი. მე ახლა კარავში დარდო მყავს ბინადრად, წინები ვსტუმრობენ აქ-იქ ხანდახან. ძველს კილში მესტიან ბარათებს მინახავ, ფიქრი წარსულში დამიდის გარდაკავი. ისე რა დღე იყო, ისე რა თამაში, განითხრა, ამ დალექ ყოზას არ ველოდი, და ნავი დუმარე მოწყებულ კარავში, მებაროდ დაგხდება, მითხარი, შევიდე. მოდით ასე კითხათ, რას ნიშნავს თქვენთვის ცნება ლექსი? რაც ხდება სულში და ლირიკა, სევდიანი ლირიკა. მოიხილე რაოდენობის საფასი დიდი მადლობა. ორგანიზაცია და დიდი მადლობა ესეთი ლამაზი ლექსების პოეზიისთვის. ჩვენ მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა აქტუალურობა სიამოვნებამ და მოხდომილად რომ გავიცანით ეს ადამიანი. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო. შემოწირულობის სახით შემოსული თანხა ორგანიზაციის ქალები საქართველოსთვის და პოეტ ეკა კვიციანის სახელით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს მარიანა ალაბიანს გადაეცემა.